ულოცავ, სრულიად საქართველოს 10 უკვე შემობრძანებულ 2026 წელს ქართული სიმღერასავით მრავალფეროვანი და ჰარმონიული ყოფილიყო თქვენი ცხოვრება, ჩემო კარგებო. გაიხარეთ. ესე იგი, საერთოდ თოვლის პაპა და თოვლის ბაბუა ეს დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს ჭიდილი, რომელი ჯობია პაპა, ეს სხვა განაცემაში ვისაუბროთ. ალბათ ყველას გქონიათ, ხო, ბავშვობიდან ეს ფენომენი ოჯახში, ხო? რა თქმა უნდა. თავარი ამბავია ახალი წლის. ჩემს ბავშვობაში მამა მუშაობდა 24 საათი. თერაჩებს არ უხდებოდა ახლა ეს თოვლის პაპუას წვენი და არ ყავდა ასე ოფიციალურად გამოძახებით არ იყო. არ იყო ეგ პრაქტიკა მაშინ. არ იყო ხო თარეკედა რომ მოვა უცებ ანიმატორის სიტყვა არ ვიცოდა რა იყო. ხო და კაი გამოსავალი მოძებნეს შემავშობლე პატარა რო ვიყავი ეგე დაგიტოვა თოვლის ბაბუამ საჩუქარი ეგე დაძვის ხის ქვეშ დაგიტოვა. ხვალთ არ მყავს ნახე. დაგიტოვა აუცილებლად საჩუქრად იყო ის რაც ჭირდებოდა ოჯახს. მიქსერი, ახალი შემოსული იყო სილიკონის კარტოფილის ამოსარევი. ესე და არა შენი საჩუქარი ერქვა. ხო, ჩემი საჩუქარი იყო და მე მიხარო და მთელი ოჯახს მაგივრად ეს რა. ხო და იმიტომ მივყევი ალბათ მე კულინარობას ჰობი გახდა ჩემი რაღაცაში უნდა გამომეყრებია მიქსერი და პერი და აფა. ხო და ეს ყველაფერი ახლა ცოცხალი თოვლის ბაბუას წვერებით ტანტალი სახში რომ მაკლდა მე ჩემს ბავშვობაში უკვე ოჯახი რო შევქმნი და ჩემი შვილები და უკვე მომიდა რომ მათ ყოლოდათ ყოველ წელს თოვლის პაპა. მე სანტა-კლაუსი უკვე შემოვიდა თავის მარხილით, ირბებით, თელიანებით და აღიარებული სანტა-კლაუსი ვარ ოჯახში, გამოვეწყობი, ჩავილაგებ ესე იგი ბამბებს, რაღაცებს, ესე გვიანი მარადონას ტანს დავიყენებ. და აუცილებლად ახლა სანტა-კლაუსი საიდან მოდის? გამოიცანი ბავშვებო, ფანჯრი და მაგრამ ახლა მე-16 სართულზე ფანჯი და მე ვერ შემოვალ. იქნა თუ გადავალ ფანჯარაში ვიყავ, ხო და ამიტომ მიწევს აბაზანიდან გამოჩენ. ასე გამოწყობილი სულუფლებიანი სანტა-კლაუსი ჩდება აბაზანიდან. ბუხარი არ გაქვს. ბუხარი არ მაქვს, შეშა არ მაქვს. შეშა არ არის, იმერ შეშა არ არის. ეს მემია, ასასკროლი. ირაკლი ყავს პატარა ჩემი უფროსი ბიჭი და ახლა შელაგებული ეს ყველაფერი ხო და გამოვედი და რაც შეიძლება ესეთი თამოხებული ხმით და ლევანი რო ლუი ამსტრონგს ერთად აკეთებს ეგეთი ხმით გამოვედი და აბა ვიბარებ ახლა ირაკლისგან მთელი წლის მის ამუშევარს და ნაცოდვილარს და რა დააშავა და რა გააკეთა და რამდენი ლექსი ისწავლა და ვიბარებ აბას ყველაფერს და აბა როგორ იქცო როგორ ჭამდი ირაკლი ხო კარგად ჭამდი ეს გაყოლა პაპა მიმხმარი ტაფლაზე საკითხი მომწორებელი ტაფა. აბა ირმები დამეხალა და გარეთ დავაბი და მე ჩემ ტყუილებში ვარ და უცებ ბავშვა დაახველა ჩემა. და მე სულ დამავისყდა რომ აი ეს როლში ვიყავი შესულა. დედა რა იყო მამიკო? ჩაშალებ თელი ჯადოსნობა. ასე ბიჭო უნებლიეთ ჩემი მამური მზრუნველობის და სიყვარულით ბავშვს დაუნგრია ეს ულამაზესი მითი სანტა-კლაუსის და თოვლის ბაბუის მაგრამ მოგეხსენებათ ბავშვები როგორი ლმობიერები არიან 3 წუთში მაქსიმუმ 7 წუთში აღარ ახსოვდა ეს ყველაფერი რატომ იმიტომ რომ ყველაზე დიდი ზეიმი და დიდი სიყვარული არის ამ ახალ წელს ოჯახში ყოფნა და ოჯახური ბედნიერება და სითბო ზუსტად ესეა ზუსტად ჩემო ხვიჩა და მოდი ჩემო ძვირფასო ხალხო ოჯახებს გაუმარჯოს. ყველა ქართულ ოჯახს უსურვოთ სიკეთე, ბედნიერება და საუკეთესო წელი ყოფილიყო ძვირფასო მეგობრებო თითოეული თქვენგანისთვის. აი ეს ახალი 2026 წელი. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ოჯახებს გაუმარჯოს.